ბატონი ზურაბ გურული ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც ვერ ვიტყულა ალბათ ისეთ მაღალ პროფესიულ დონეზე, მაგრამ ცდელობის თვალსაზრისით აშკარად არ ჩამოუვარდება მისი პოლიტიკის ცოდნაც. ბატონ ზურაბ, თქვენ ახალ ჩამოვბრძანდით ვაშინგტონიდან და ეს ინტერვიუები ჩაწერილი იყო სწორედ ამერიკის პოლიტიკური, ესე ვთქვათ, და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები იყვნენ, ესეთ ფრაზა დომინირებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკული პოლიტიკური კლასი საქართველოს დღევანდელ დე-ფაქტო მთავრობას აღიქვავს როგორც რუსეთის აქტივს. ძალიან საინტერესო ფრაზა არის თავისთავად და ამ მხრივ ჩვენ ასეთი მდგომარეობა არ გქონდა წლების განმავლობაში. სტრატეგიული ბუნდოვანება გაგრძელდა ძალიან დიდხანს და როდესაც დემოკრატების თეთრ დარჩენა არ დარჩენის საკითხი განიხილებოდა, მე მახსოვს თქვენ ჩემ გადაცემაში მონაწილეობდით, ასაბუთებდით, რატომ ქონდა მნიშვნელობა იმას, რომ განახლება მომხდარიყო და ამ განახლების პერსპექტივაში უფრო ოპტიმისტურად გიყავით განწყობილი ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომებით, ვიდრე ბაიდენის, რომელიც ეს კლასიკური ძველი პოლიტიკური სკოლის წარმომადგენელია, ჩვენთვისაც უფრო სანდო, ასე ვთქვათ, და უფრო გაწონასწორებული და ასე ვთქვათ, predictable, ანუ ასე ვთქვათ, წინასწარ, ხო, მეტნაკლებად გათვალთ პოლიტიკოსი, მივიღეთ ტრამპი თეთრ, რომელიც უკვე სულ რამდენიმე კვირა შეუდგება თავის რა ელის სოფლიოს რეგიონს ჩვენსას და საქართველოს არა მარტო ხოცების მოლოდინის ჭრილში, არამედ იმ ჭრილში, რაც ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია. დიახ. საღამომშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩემთვის დიდი პატივია. რაც შეეხება შეკითხვას, ტრამპის მოსვლა, საერთოდ ადმინისტრაციის ცვლილება იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც აი ეს დინამიკა აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში, რაღაც განსხვავებული ახალი შემოტანა და ამერიკის მთელი არსებობა და პოლიტიკა საერთოდ და პოლიტიკური სიტუაცია ყოველთვის აგებული იყო ამ დინამიურ ცვლილებებზე. აი ეს როდესაც დაჭაობება ხდება და სწორედ არაერთხელ იყო ნახსენები, რომ ტრამპი სწორედ იმ ჭაობს, პოლიტიკურ ჭაობს ებრძვის, რაც ვაშინგტონში, ასე ვთქვათ, განმტკიცდა. სწორედ აი ეს ცვლილება, რაღაც ახალი სისხლის შემოტანა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ჩვენც გვეხილა, მსოფლიოსაც ეხილა რაღაც გარკვეული ცვლილებები და თავისთავად ხალხის ამომრჩევლების გადაწყვეტილება, სწორედ რომელმაც დააფიქსირეს ამერიკის არჩევნებში თავიანთი ნება, ამან ძალიან კარგად აჩვენა, რომ უმრავლესობა ამერიკელებისას უკვე სურს რაღაც ცვლილება იხილოს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რა ნეგატიური აურა ახლდა თან ტრამპს და მის გუნდის მოსვლას, მაგრამ თვითონ ამერიკელებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ აი ამ შემთხვევაში სარგებლიანობა იმისა, რომ ცადოთ ახალი, უფრო მეტად კარგი სასარგებლო იქნება, ვიდრე ის, რომ კიდევ გავაგრძელოთ იმ მსვლელობით გზა, რა მსვლელობითაც ამ ხრის განმავლობაში მივდიოდი და როგორც ხედავთ, რაც თავარია დასკვნა, რაც გამოიტანა საზოგადოებამ, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით შიგნით ამერიკაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ამომრჩევლებისათვის ყოველთვის მთავარი და პირველი, ყველაზე ახლოს არის სწორედ ეს ეკონომიკა, იმიტომ რომ ეს ეკონომიკას მარტივად რო ახსნა ჩემოაქვს ის ხელფასები, ფული, რომელთაც უბრალოდ უნდა ოჯახი შეინახოს, ჩვეულებრივი ადამიანმა მის კეთილდღეობის ხარისხს. რა თქმა უნდა, დიახ, მართალი ბრძანდები და გარდა ამისა, და თუ შევხედავთ ამას იმ ადამიანების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ჩვეულებრივი მომხმარებლის რიგითი მოქალაქის თვალსაჩინიდან გადის და უყურებს მსოფლიოს და ამერიკას აღიქვამს მსოფლიო კონტექსტში და მნიშვნელოვანია მათთვის ის ამერიკის ლიდერობა დარჩეს მსოფლიოში, და ამერიკა დარჩეს ფლაგმანად, აი ამ თვალსაზრისითაც და ამ ჭრილითაც სწორედ სიახლე შემოაქვს ახალ გუნდს. ბატონ ზურაბ, აი მე თუ არ ვცდები ინტერვიუ მაქვს საკითხული ბატონი პომპეოსი, რომელიც სახელმწიფო მდივანი იყო და ერთი ესეც საინტერესო ფრაზა ეკუთვნოდა მას, რომ ჩემთვის როგორც ამერიკის ნომერ პირველი დიპლომატისთვის ძალიან გაიოლებული იყო მსოფლიოს ლიდერებთან საუბარი, იმიტომ რომ ჩემს ზურგს უკან იდგაო ტრამპიო, რომლის შორს წასვლის პერსპექტივასაც არცერთ მათგანს წარმოდგენა. იცოდნენ, რომ ტრამპი შეიძლება ძალიან შორს წასულიყო და დიპლომატია ჭრიდაო. ახლაც ამოტივტივდა ის ძველი ჯერ კიდევ არა მარტო რეიგანის
universალური ფორმულა დიპლომატია ძალის მეშვეობით, ასე ვთქვათ, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანა არის, ამიტომაც უყურებთ ფრთხილად და იგივე ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით სიფრთხილე ჩვენერი პატარა ქვეყნებისთვის, რომლებიც აი ამ ზღვარზე არიან, ხო, თავისუფლების სამყაროს და ავტორიტარული სამყაროს დაპირისპირების, რომ აი ეს იზოლაციონისტური, ასე ვთქვათ, ტონები, რომელიც ფიგურირებდა, ხშირად დომინირებდა კიდეც შეუქმნის პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს, ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, თუ პირიქით შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, რამდენადაც ჩინეთი, ირანი, ტრამპის მთავარი სამიზნეები არის, გეოპოლიტიკური, საგარეო, ისრაელი მთავარი მოკავშირე არის ამავე დროს, ამ რეგიონისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და აქ არის პუტინი, რომელიც ასე რეგიონში, ასე თქვა, ძველი ბიჭის როლში იყო აქამდე და გასდიოდა. აი, რას უნდა ველოდოთ ამემართ? კი ბატონო გიორგი, საქმე იმაშია, რომ აი ჩვენ უმეტესად ინფორმაციას აი ამ ტრამპის ეგრეთ წოდებული იზოლაციონისტური პოლიტიკის შესახებ ამას ყველაფერს უყურებდით ჩვენ ასე ვთქვათ მონელებულ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ გვაწვდით და CNN-ი, ან BBC, მსოფლიოს დიდი მედია საშუალებები. და ძირითადად ტრენდი, ასე ვთქვათ, მოდა აღებული იყო იქეთკენ, რომ ტრამპი არის ცუდი, იმიტომ რომ ტრამპი წარმოადგენს ასე ვთქვათ განაპირა outliers, რასაც უძახიან ინგლისურად, ისეთ პიროვნებას, რომელიც გამოცალკეული არ ჯდება იმ კლასიკურ პოლიტიკულ დოქტრინაში და სისტემური პოლიტიკოსი არ არის. დიახ, სწორედ ეს იწვევს გაღიზიანებას, გარკვეულ გაღიზიანებას, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუბრობთ სოფლიო დონის პოლიტიკოსებზე, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. აი ეს გვავიწყდება ყოველთვის ეს მომენტი, ადამიანის ფსიქოლოგიური მომენტი, ეს რომელიც ყოველთვის ნარჩუნდება. და მე როგორც ექიმი ამას ყოველთვის უყურებ და ვაკვირდები, იმიტომ რომ ხედავ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, რომ წინასწარმეტყველება გააკეთო ამა თუ იმ პროცესის შესახებ და როდესაც ტრამპის მთელი პოლიტიკა და მისი დოქტრინა აგებულია იმაზე, რომ ამერიკამ უნდა დაიბრუნოს თავისი სიძლიერე. ამერიკამ თუ დაიბრუნოს თავისი სიძლიერე, მაშინ ესე იგი რას ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკა იყო ძლიერი, როდის ვლაპარაკობთ მაშინ, აი ესე მეორე მსოფლიო ომის დროს, შემდეგ პერიოდში 60-იან, 70-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაანგრია, ასე ვთქვა და ასე შემდეგ. მაშინ ესე იგი რას ნიშნავს, რომ ამერიკა მაშინ იყო ფლაგმანი, მსოფლიოს ფლაგმანი და თუ ამერიკას უბრუნებს თავის სიძლიერეს, ესე იგი იბრუნებს ამერიკა თავის ფლაგმანის პოზიციას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება უბრალოდ აი ლოგიკურად, სუფთა ლოგიკით მე ვერ ხვდები, რომ ამ შემთხვევაში ამერიკამ იზოლაციონისტური პოლიტიკა აირჩიოს. ესე იგი ამერიკა თუ თავისთვის ჩაიკეტა კუნძულზე და ერთნახევარსფეროში არავის არ მიხედა, მაშინ როგორ იქნება, როგორ აღიდგენს თავის ძლიერებას, როდესაც ამაყად აცხადებს ყოველთვის ამერიკა, რომ ჩვენ ვართ მსოფლიო დემოკრატიის ფლაგმანი. შესაბამისად, ეს თარგმანი, როგორცაც ისინი აკეთებდნენ და როგორც ჩვენთვის იყო ეს მოწოდებული, იყო აბსოლუტურად არასწორი. და მესმის, რა თქმა უნდა, მას გარკვეულ პოლიტიკურ დოქტრინას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვთვლი და ლოგიკურად ასეც გამომდინარეობს, რომ პირიქით ამერიკა არა იზოლაციონისტურ პოლიტიკას აირჩევს, არამედ იგივე თავის ევროპელ კოლეგებს, როდესაც უფრო დიპლომატიური მხარე იყო არჩეული დიპლომატ აქამდე ძალიან მორიდებით საუბრობდა. ამერიკამ სხვა სტილი აიღო. მოგეხსენებათ, საერთოდ ამერიკელები ყოველთვის განსხვავდებოდნენ ევროპელებისგან თავისი სტილით, ყოველთვის როგორ აი უბრალოდ კარიკატურებსაც რო ხატავდნენ ამერიკელი კოვბოი, აქეთ ცილინდრიანი და პეპელა ჰალსტუხიანი ევროპელი. ყოველთვის ეს იყო და სწორედ აი ამერიკელებს ეს გამოარჩევდა და ნებისმიერი ლიტერატურული იქნება თუ პოლიტიკური ასე ვთქვათ პოლიტიკური აღწერა ამერიკელების ყოველთვის იყო ეს გამოარჩევდა ეს არის გაბედული ხალხი არაორდინარული მოქმედებებით. შესაბამისად, აი ხა დღეს როდესაც იგივე სხვადასხვა ბაიდენის ადმინისტრაციაში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელიც პირველად ამერიკის ისტორიაში პერსი არჩეული იქნა დიპლომატი, პროფესიონალი დიპლომატი. ეს იყო დიდი ნოუნო, რომ არასოდეს არ მოხდა, რატომ? იმიტომ რომ ქვეყნის მთავარ მზვერავს, ფაქტობრივად სოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მზვერავს, სწორედ სხვა მიდგომა და სხვა ხედვები უნდა ქონდეს დიპლომატიისგან განსხვავებით, იმიტომ რომ დიპლომატები მოგეხსენებათ გაწვრთნილი არიან იმისათვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში როგორმე რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ. კი, მით უმეტეს მას გარკვეული გამოცდილება ჰქონდა რუსებთან მუშაობის და აშკარად ამ გამოცდილებიდან თლაც ორი დასკვნები ვერ გამოიტანა.
როგორც პრევენცია მოხერხდა უკრაინაში შეჭრის და შემდგომ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ხარისხისა და პუტინთან პოზიციონირების კუთხით აშკარად საუკეთესო ძლიერ პოზიციებში არ წარდგა. ტრამპის პოზიციონირება მათ შორის უპირველეს ყოვლისა პუტინთან უკრაინაში ომთან მიმართებაში, ჩინეთი ამ შემთხვევაში და საქართველო, რომელსაც სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ ვიზავისთან, ასე ვთქვათ. საქართველო, რომელიც თეირანში ძალიან არასახარბიელო გარემოში წარსდგა პრემიერ-მინისტრის სახით, საქართველო, რომელმაც შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად სახელმწიფო სამთავრობო დონეზე ცადა მტრის ფორმირება, ასე ვთქვათ. რა საწყის პოზიციები არის თუნდაც ივანიშვილისთვის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის რეაქციების? ძალიან ცუდი პოზიციებია და მე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და ამის ლოგიკური საფუძველი მაქვს, რომ ვივარაუდო, რომ აი ეს ტრამპის ირგვლივ პარანოია, ტრამპი რომ მოვიდეს ჩვენ, ასე ვთქვათ, ავშენდებით, როგორც რუსები ამბობდნენ. და პუტინის რუსეთში სწორედ იგივე გავრცელებული იყო აი ზუსტად პარალელურად რაც პუტინის რუსეთში იყო ეს ეუფორია ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით იგივე ეუფორია იყო საქართველოში. ამიტომ ძალიან ლოგიკურად შეიძლება ჩაითვალოს რომ ერთი და იგივე კანტორიდან მოდიოდა ეს ყველა მესიჯი და რატომ იყო ეს ყველაფერი გაკეთებული? იმიტომ რომ ძალიან ეშინოდათ ამ ადამიანის მოსვლის. ძალიან ეშინოდათ, იმიტომ რომ როგორც თქვით არაერთხელ გვისაუბრე ამაზე ლოგიკურად შეუძლებელია ამ ადამიანის გათვლა ეს ერთი, ეს არ არის კლასიკური დიპლომატი, რომლებიც ბოლომდე ყავდათ გაშიფრული ამერიკელებს და შესაბამისად მისი გადაწყვეტილება იქნება სწრაფი და არაორდინარული და როგორც თქვენ ბრძანეთ, ძალისმიერი პრევენცია. ის, რასაც ტრამპი აკეთებს დაუშვათ მუხარას, რომელსაც ის ახორციელებს, მას არაერთხელ კითხეს კიდევაც ამაზე თქვენ დააპირებთ, მაგალითად აი პუტინთან ქონდათ საუბარი და უთხარით დაგბომბავ თუ საჭირო გახდა, რამდენად სერიოზულად მიიღო ეს პუტინმა და მან უპასუხა, რომ თუნდაც 5% ჩათვალოს, ახლა თვითონ გაარკვიოს პუტინმა ეს 5% დიდია, მცირე რიცხვია თუ დიდი რიცხვია. ტრამპმა დაბომბა პუტინი, ტელემაყურებელს შევახსენოთ ჩვენ უბრალოდ, ისაც არ მოხდა რა ბაიდენის პირობებში, რაც არ მოხდა სამწუხაროდ ობამას დროს, როცა ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში ასაც დაემუქრა, რომ გამოიყენებდა, ასე ვთქვათ, მძიმე შეიარაღებას და ეს შემდეგ გაატარეს. ტრამპი იყო ის, რომლის ბრძანებითაც ვაგნერის, ანუ პუტინის არმიის შემადგენლობა არაფორმალური სირიაში ასეულობით ვაგნერელი, ასე ვთქვათ, ამერიკელების ცეცხლის ჯერ გააფრთხილეს და შემდეგ გაანადგურეს მთლიანად. პუტინმა იცის ტრამპი რაზე არის სამსული და როგორ, მაგრამ აქაურ პუტინისტებს გონიათ, რომ ტრამპი დემოკრატიულ ღირებულებებს ეს არ არის მისი მთავარი ორიენტირები საგარეო პოლიტიკაში და ტრამპ შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი იყოს, რომ პუტინთან დაალაგდეს ოღონდ რაზე უნდა დაალაგდეს, აი ეს არის სრულიად ამოხსნა, გაიყოს გავლენის სფეროები, ასე ვთქვათ და ამ გავლენის სფეროებში პუტინისთვის სასარგებლოდ საქართველოს მოხვდეს იმ ფარგლებში და მაშინ დავისვენებ. სინამდვილეში ღიად რო ვთქვათ, ეს არის მთელი ასე კოცური ნარატივის წარმოდგენა, ხო? მეტი არაფერი. რუსული ნარატივი იგივე შეიძლება თამამად ითქვას და თავარი ამოსავალი წერტილი აქ შეიძლება და ამოსავალი თეზა აქ არის, რომ ტრამპი არადემოკრატიულია. ესე იგი ტრამპი ჩემი შეკითხვა ზუსტად ამაში მდგომარეობდა, რეალურად სინამდვილეში რას უნდა ველოდეთ? როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ტრამპი არადემოკრატიულია, როდესაც მთლიანად ყველაფერი, აი ის, რაც როგორც გახდა ეს პრეზიდენტი, მისი ყველა გადაწყვეტილება, ის რომ სენატი, კონგრესი, ყველაფერი ის იგივე სტრუქტურებში არის ზუსტად ჩამჯდარი ეს ადამიანი, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არადემოკრატიული. არადემოკრატიული იქნებოდა აჯანყება, სამხედრო გადატრიალები და ასე შემდეგ მოსული დიქტატორი. ადამიანი, რომელიც მოდის უმრავლესობის ოფიციალურ ნორმალურ კანონიერ არჩევნებში გამარჯვებით და ის თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს მისდევს და აი ახლა ჩვენ სულ ახლახან იყო რამდენიმე კვირის წინ იყო სწორედ რომ 38 რესპუბლიკელი კონგრესმენი წავიდა წინააღმდეგ უბრალოდ არ დაემორჩილა ტრამპის, ნუ არ დაემორჩილა, არ გაიზიარა ტრამპის შეხედულება, რაღაც გარკვეულ ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით აი მთავრობის დახურვას შატდაუნსაც რასაც უძახია. დია, ეს რას ნიშნავს? მაგის პარალელურად იყო კიდე პრეცედენტები, ტრამპის მიერ დასახელებული კანდიდატები პირველივე დონეზე
დაატორმუზა, ასე ვთქვათ, ხო, ასე ვთქვათ, სენატმაც, კონგრესმაც და ტრამპმა გადაწყვეტილებები შეცვალა, შემდეგ სხვა კანდიდატი. აუცილებლად. იქ დემოკრატია მოქმედებს. კონგრესმენი უილიამსი და რესპუბლიკელების მთელი გამოწვევასავით იყო, ჩელენჯებით იყო stand with Georgian people, ხო? და ქართული დემოკრატიის მხარდაჭერად. გასაგებია, რომ უილიამს არ აქვს არც პრეზიდენტის, არც ვიღაცის გავლენა და ასე შემდეგ, მაგრამ ამერიკული პოლიტიკური სისტემის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რა ფონიც არა მარტო ზოგადად ორპარტიული კონსენსუსის, არამედ რესპუბლიკელების შიგნით ხვდება ტრამპს, რა ფონიც მას ხვდება ინსტიტუციონალურ დონეზე, ამერიკის დაზვერვის, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბების და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, ანუ ამერიკელი დიპლომატების განწყობების კუთხით მათი ნაწილის ინტერვიუებიც ვნახეთ ახლა. რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის სასარგებლოდ დაკორექტირდეს? არაფერი. იმიტომ არაფერი, ნული და შემიძლია აი ჩვენ უკვე ამ ჩვენ საუბარში ბატონო გიორგი დავამტკიცეთ ორი რამ, ორი თეზა. პირველი, რომ ტრამპ, ესე იგი ამერიკა ვერ იქნება და არაპირებს იყოს იზოლაციონისტი, იმიტომ რომ შეუძლებელია ძლიერი ამერიკის დაბრუნება ნიშნავს ძლიერი ამერიკის სოფლიო ფლაგმანად დაბრუნებას. ეს ერთი და მეორეც ის რომ ტრამპი როგორც არადემოკრატიულ პიროვნებას უწოდებენ შეუძლებელია ის დემოკრატიულ ჩარჩოებში განსხვავებული მიდგომას განახორციელებს. ეს არის სწორედ განსხვავება, ეს არის ორი ის მცდარი თეზა, რომელზეც შემდეგ დააშენა იგივე რუსეთის დაზვერვამ და ამ პროპაგანდის განყოფილებამ ეს თავისი მცდარი ნარატივები, რომელთაც აიმედებენ სწორედ დღეს ოცნების მომხრეებს და თავის გარემოცვას ბატონი ივანიშვილი და ალბათ შესაბამისად მას მიწოდებული აქვს ალბათ ეს რა ნარატივიც უნდა გაავრცელოს და ასე შემდეგ. არანაირად არ შეიძლება ეს მოხდეს, იმიტომ რომ ამერიკა პირიქით იგივე თავის ევროპელ კოლეგებთან და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად აპირებს, რომ გააძლიეროს სოფლიოს დემოკრატიის დომინირება, ცივილიზაციის ძლიერება. ამ შემთხვევაში სწორედ, როდესაც ამერიკა უპირისპირდება ჩინეთს, ამერიკა უპირისპირდება რუსეთს და ფაქტურად ჩვენ თუ ავიღებთ, რომ აი ჩინეთი და რუსეთი განან ბირთვში, რომელიც ქმნიან იმ ეგრეთ წოდებული BRICS და რომელიც შემდეგ რაღაც ახალი ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას აპირებენ ამას იმის გამო, რომ უკვე ხედავენ, რომ ის შეცდომა, რომელიც დასავლეთმა დაუშვა თავის დროზე ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ და ინტეგრაცია მოახდინა თავის მსოფლიოს ფინანსურ სისტემაში, როგორც ჩინეთის, ასევე რუსეთის და ასე შემდეგ და მისცა მათ მეტასტაზები გაშვების უფლება ამ ეკონომიკურ სისტემაში და დღეს ძალიან ძნელია, მაგრამ სათითაოდ მიმდინარეობს ამ ყველაფრის ამოძირკვა და ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის მიმდინარეობას. სწორედ აი ამ ეს პროცესი რომ მიმდინარეობს, თუნდაც იგივე აი რუსეთს რომ დაუბლოკეს თავისი რუსეთის ბანკებს რომ დაადეს სპეციალური სანქციები, ჩინეთი ხო ამას ყველაფერს უყურებს და იცის რომ შემდეგი სვლა რუსეთის შემდეგ ჩინეთის საკმარისია ჩინეთმა რაღაც მკვეთრი შეცდომა დაუშვეს, რომ ზუსტად იგივე სანქციები დაემუქრება და მათი ეკონომიკა ბევრად უფრო მოწყვლადი იქნება რუსეთის ეკონომიკასთან შედარებით, იმიტომ რომ ჩინეთის მოსახლეობა შეეჩვია უკვე სხვა კომფორტს და სხვა ცხოვრების სხვა დონეს. შესაბამისად, ამიტომ გახდნენ სწორედ იძულებულნი, რომ ახალი ეკონომიკური სისტემის შექმნაზე ეზრუნათ და დაიწყეს ამაზე ფიქრი და სწორედ ამიტომ განუცხადა მათ ტრამპმა, რომ ის ქვეყნები თუ თქვენ დააპირებთ რომ შექმნათ ახალი დოლარის საწინააღმდეგო და დაუპირისპირეთ დოლარის სივრცის საწინააღმდეგო ეკონომიკის სისტემა, სასტიკად იქნებიან დასჯილი. ეს არის კიდე ერთი განცხადება იმისა, რომ არ დაანებებს რომ ცივილიზაციისა და ანტიცივილიზაციის მიყვარს ასე ვთქვათ ეს გამოყოფა, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ცივილიზაცია და ეს იმიტომ რომ პირდაპირ ყველაფერს თავის სახელი უნდა ერქვას და დღევანდელი, ანუ ივანიშვილი და მისი კლიენტურა დღეს არის ანტიცივილიზაციის მხარეს და როცა ამას ვამბობ, მარტო მხოლოდ დემოკრატიული ფასიოლობების ნაწილით არ ვაპელირებ. ის როგორც ის ექცევა თავისავე ხალხს და ადამიანებს წამების ფიზიკური მოპყრობის რა მეთოდებსაც იყენებს, ეს არის არაქართული უბრალოდ და არა ადამიანური.
ამიტომაც მგონია რომ სწორედ ქართველობა მე სწორედ კულტურული ცივილიზაციის გამოხატულებად მიმაჩნია და როცა ასე იქცევიან ისინი ეს არის მათ შორის ანუ ანტიქართველობა კულტურულად არის ანტიცივილიზაციურობა მაგრამ რომ მოუბრუნდეთ კიდევ ტრამპის პრიზმას ასე თქვა საქართველოს დანახვის მისი გამოცდილების ტრამპისთვის საქართველოს უცხო არ არის მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ საქართველოს ალბათ ვერაფრით ვერ მოხვდება ასე თქვა პრიორიტეტების ჩამონათვალში ხო ახლოს პერიოდში ამიტომ აი ამ სახელმწიფო ინსტიტუტებს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა და ის რომ რუბიო ხდება სახელმწიფო მდივანი ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი სამხედროების განწყობას დამოკიდებულებას მადლიერების ხარისხს ქართული არმიის მშენებლობის და ქართული ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიერ გაღებული მსხვერპლის გამო და ძალიან ემოციურად რეაგირებენ იმაზე რაც ხდება ახლა საქართველოში ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ შორის კომერციულ და ფინანსურ ინტერესებსაც რა თქმა უნდა აქვე ტელემაყურებელს შევახსენოთ კარგია რომ ამუგა ხაზარაძემ ეს ინფორმაცია მედიას გააგებინა და აკომენტარა რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თავდაცვის მდივნის მოადგილედ წარადგინა კანდიდატურა იმ პირისა, რომელიც უნდა ყოფილიყო ანაკლის სპორტის კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი და რა დაემართა ამ პროექტს კი ვიცით. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისევ საქართველოს დამოკავს ეს ყველაფერი ჩვენი საუბარი ბოლოსკენ ამით რომ და რას უნდა ელოდეს კონკრეტულად ივანიშვილი და მისი კლიენტურა და რას უნდა ველოდოთ ჩვენ ქართულად კონკრეტულად კიდევ უფრო გაძლიერებას დაწოლის და სანქციების უფრო გამრავალფეროვნებას. ჩვენ ვხედავთ რომ აი ეს სანქციები რაც ეხლა გამოჩნდა ბაიდენის ადმინისტრაციას ისევ და ისევ მაინც როგორც ჩვენ ვთქვით კლასიკური დიპლომატიური დიახ მით უმეტეს როდესაც მიდგომა ქონდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ნახეთ ჩვენ როდესაც სანქციის სადაც გაცემულია სანქცია იქ წერია სიტყვა სიტყვით რომ ეს ყველაფერი იმიტომ რუსეთის პოზიცია რუსეთის მთავრობის სასარგებლო პოზიცია დაიკავა აქ ამ შემთხვევაში ივანიშვილმა სწორედ ეს არის გამთავარი გამსაზღვრელი. შესაბამისად, თუ ეს რო ყოფილიყო მაგალითად ტრამპის პერიოდში, ტრამპს ქონოდა ტრამპისთვის წარედგინათ განცხადება და ინფორმაცია, რომ აი ესა და ეს ადამიანი იგივე ივანიშვილი აკეთებს რუსეთის სასარგებლო აი ამ შემთხვევაში პოზიციას იკავებს, იქ არ იქნებოდა აი ეს კიდევ რბილი ფლად ისეთი სანქცია არ იყო, კიდევ დატოვეს იქ რაღაც ადგილები, რადგან შეიძლება უფრო გამკაცრდეს ის მაშინვე უფრო ნაჯახივით სხვა დონის და სხვა სიმძლავრის სანქციას დაადებდა აუცილებლად ივანიშვილსაც და მის გარემოცვასაც. შესაბამისად, როდესაც წავიკითხე კიდევ ერთხელ და გამეღიმა მართალი გითხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ აი ტრამპი მოვა და აი ამ სანქციებს ყველას გააუქმებს. თუ დაასახელებენ, თუ შეუძლია ვინმეს დაასახელოს მაგალითი უბრალოდ ამერიკის ისტორიიდან, რომ პრეზიდენტი, რომელიც ახალი პრეზიდენტმა შეცვალა ძველი პრეზიდენტის მიერ დადებული სანქციები, ამათი გადაწყვეტილებები, რომელიც ტრანზიციის პერიოდშია მიღებული, როდესაც ეს ორი გუნდი კონსენსუსის სახით იღებს ამ გადაწყვეტილებებს. დიახ, და ეს აი ამაზე რა თქმა უნდა არავინ არ აკეთებს ამაზე აპელირებას, იმიტომ რომ თავისი აუდიტორიისათვის აი ეს ინფორმაცია არის სასარგებლო და ეს უნდა მიჰყიდონ. შესაბამისად ის სიტუაცია დღეს რას ვხედავთ ჩვენ რომ იგივე ივანიშვილის და მისი გარემოცვის სიჯიუტე უფრო და უფრო გაუარესებს იმ სიტუაციას, რაც დღეს არის. იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ აქ, რომ რაღაც წინასწარი შემზადება, აი თუნდაც 20 იანვარს ტრამპი მოვა და რას აკეთებენ 20 იანვრამდე. რამე ისეთი გაბათილება ხუნდა გააკეთონ იმ განცხადების, რა განცხადებაც დაიდო მათთან დაკავშირებით, აი რომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობთ. რა გაკეთდა ამის გასაბათილებლად? ნახეთ, ჩვენ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგმული ან როგორ უნდა გაკეთდეს ეს ნაბიჯი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მე მაგალითად ამაში დარწმუნებული არც ვარ. ხო, ნუ ეს შეთავაზებები მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან თუ ეს არ რომელსაც გამოხმაურება არ მოყვა. რაც გააკეთეთ, გეტყვით დღეს რაც გააკეთეს, აგერ ყაველაშვილი, ასე ვთქვით, გააფორმეს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც ხალხის ძალის ფორმალურად, მაგრამ მაინც ანუ ოცნებამ რომ მასზე უფრო რადიკალ ანტიდასავლელად წარმოაჩინა იმის წარმომადგენელი, ესე ვთქვათ, დანიშნეს თავის პრეზიდენტი. ვინ არის ხალხის ძალა, რა არის ალტინფო და ასე შემდეგ, აი ეს პოსტივი და ასე შემდეგ, ეს ინფორმაციები ხა სხვა შორის ირაკლი რუხაძის იმ ცნობილ ინტერვიუში
როგორც საერთოდ არ გამოსულა კრიტიკით ოცნების სტრატეგიული ხაზის, მაგრამ ამ ტაქტიკურ ნაწილში გამოხატა უკმაყოფილება ისეთი კაც შეგვერჩიაო, რომ ასეთი ანტიდასავლური, ასე თქვათ, სუნი არ დაეყენებინაო, ხო, ამ თანამდებობაზეო და ეს იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ბუნდოვანების შენარჩუნება დასაბოლებლად იგივე დასავლეთის იქნებოდა კიდევ ერთი შესაძლებლობა მათთვის აი ამ პროცესის გაწელვის. ამ ხრივაც ჩემი აზრით ძალიან სერიოზული ტაქტიკური შეცდომებიც არის. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული შეცდომები, იმიტომ რომ აქამდე საკმაოდ კარგად ითამაშეს, იგივე ივანიშვილის რეჟიმმა ითამაშა, აი 2012-დან მოყოლებული ჩვენ გვიტყვია, რომ არაერთმა ადამიანს საქმეს შეხედულმა ადამიანმა იცოდა, მაგრამ ეს სტრატეგიული ბუნდოვანების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ აი 28 ნოემბერი საერთოდ ეს ბოლო წერტილი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ პირდაპირ განაცხადა უკვე, რომ ჩვენ ევროკავშირთან მოლაპარაკებას ვწყვეტ და ამის შემდეგ, როდესაც ამერიკა აჩერებს და შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთან, ამას უმატებთ იმას, რომ ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და მისთვის პატივსაცემი ადამიანი ჯო უილსონი, რომელიც რატომ ისე დაქოქეს ეს ადამიანი და უბრალოდ აი აზარტში ჩააგდეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ პირად შეურაცხყოფად მიიღო. უკვე ეს ადამიანი არის ხელმძღვანელოს ფაქტიურად მეგობარი აქტს და ყველაფერს იმ ფაქტებს, რასაც აქ დაზვერვა აგროვებს და ეს არის სწორედ გულუბრყვილო დამოკიდებულება, რომ არ ესმით, რომ იგივე საელჩო, როდესაც ის ქარდებს, ორსიტყვიან ქარდებს რო წერდა. ამ შემთხვევაში იმ საელჩოსთან ერთად, რომ აქ ამერიკული დაზვერვის სპეციალური დეპარტამენტი მოქმედებს, რომ ისინი აგროვებენ ამ მასალას, რომ აწოდიან მასალას, ვინ არიან ეს ხალხი, რას წარმოადგენენ, იგივე ახალი პრეზიდენტად წოდებული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწავლობენ ქართული ხალხის განწყობას. აი ეს არის სწორედ ქავარი არის სწორედ ქართული ხალხის განწყობა და დღეს როდესაც ხედავენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამერიკაში განათლება აქვთ მიღებული, ის ადამიანები, რომ ამერიკის მიერ არიან გაწვრთნილები, როგორც სახელმწიფო სამსახურისათვის, ასევე საზოგადოებრივი სამსახურებისათვის, თუნდაც გუშინდელი ინტერვიუ რო გქონდათ ბატონ მელაძეს ირაკლის შაშველაშვილთან, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ იყო, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ადამიანიც გაწვრთნილი იყო და მონაწილეობდა და ჩართული იყო იმ წვრთნისა და მომზადების პროცესში, და ჯერ როგორც პროფესიონალი სამხედრო, შემდეგ როგორც პროფესიონალი პოლიციელი და აი ეს, როდესაც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის ასეთი გაიქცა ასეთი ადამიანი მათი თავდაცვის ქვეშ, ეს ყველაფერი ერთად, აი ეს სადაზვერვო, იმიტომ რომ იქ ტრამპს ხო დეტალებზე ხო არ ექნება საუბარი, იქ ტრამპს მიუტანენ დაიჯესტ და დაიჯესტი დაიდება და დაიჯესტი არის ის, რომ აი მთლიანად აი ეს ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება წარმოადგენს პრორუსულ ანტიდემოკრატიულ წარმონაქმს და შესაბამისად როგორ შეიძლება რა მექანიზმი შეიძლება მოიძებნოს უბრალოდ ვინმე თუ ამას ლოგიკურად სიამოვნებით დავждდებოდი სტუდიაში ნებისმიერი დეპატიჟები ასეთებს დიახ ხო საინტერესოა როგორ ამიხსნიან მაგრამ თქვენთან ერთად ვებოდებში ამის საშუალება გვექნება ჩვენ მათ შორის ახალ წელსაც მინდა მოგილოცოთ ამდეგი ახალი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენს მეორე ასე თქვათ საცხოვრებელ ქვეყანასაც უსურო გაძლიერება ეს ჩვენს ინტერესშიც არის მათ შორის იმიტომ რომ ზუსტად იმის გამო რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერია განსხვავებული და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა უკან დახევამ გამოიწვია აი ამ ბოროტების მომძლავრება იმ სივრცეებში, რომელშიც საქართველოც არის. უსურვოთ საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მთელ თავისუფალ სამყაროს კარგი 2025 წელი. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისათვის.